ვარ ემილი სამიძე, 8 წლის. სწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე უფრო მომწონს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 2 წლის. ჩემი პირველი ნახატი იყო დინოზავრი. 7 წელს რო გავხდი, შევედი ხატვის წრეზე. იქ ვისწავლე ჩრდილების ხატვა და ფიგურების სწორად გაკეთება. ყველაზე ხშირად ვხატავ ზღვის ხედს და პორტრეტს. ჩემი საყვარელი ფერი არის ყავისფერი და არ მიყვარს მწვანე. არ ვიცი რაღაცნაირი ფერია. ყველაზე რთულია პორტრეტის ხატვა და ყველაზე მარტივია ზღვის ხედის ხატვა. ზოგიერთ ჩემ ნახატს ვაგროვებ. სახლში მაქვს 100-ზე მეტი კარგი ნახატი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ გავისტები, მინდა რომ დავათვალიერო და ბავშვობა გავიხსენო. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 5 წლის ასაკში. მომწონს დიდი რო ვარ, მაგრამ ენატრება ჩემ ბავშვობა. ახლა მინდა ვიყო 30 წლის, იმიტომ რომ უფრო დიდი ვიქნები, უფრო ლამაზი და უფრო ჭკვიანი. ზოგჯერ ვყიდი ჩემს ნახატებს და ამ ნახატებს ყიდულობენ ოჯახის წევრები. ყველაზე ძვირად ერთხელ ბებო მიყიდა 5 ლარად. მე ფული როცა მაქვს, ვხარჯავ ტკბილეულებებში და ტანსაცმელში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია შოკოლადი კიტკეტი. საყვარელი საჭმელია პიცა. სხვათა შორის მეც ვაკეთებ ზოგიერთ საჭმელს. პირველ საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ბლენების გაკეთება. რომ გავიზრდები, შეიძლება გავხსნათ ჩემი რესტორანი. ამ რესტორანს დავარქმევ ემილის გემოს. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ იქ ვერთობი და ბავშვებთან ერთად ხან ვხატავ და ხან ვთამაშობ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის მართა კალანდაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ნინო გორგაძე. ყველაზე მშვიდი არის მარიამ სიჭინავა, ოღონდ შედარებით. ყველაზე ცელქი არის ანდრია ბოლქვაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და ყველაზე ლამაზი. პრინცესებიდან მე ვგავარ რაპუნცელს, მაგრამ მე უფრო ლამაზი ვარ. ჩემი საყვარელი საგანია მე და საზოგადოება. საყვარელი მასწავლებელია ეთერ ცისკარაძე. იმიტომ რომ ყველაზე მხიარულია, არ გვიყვირის და ძალიან თბილია. მინდა ეთერი მასწავლებელი ჩემი მეზობელი იყოს და ზოგჯერ სტუმრად მოდიოდეს ყავაზე. რომ გავისტები, მინდა გამოვიდე ექიმი. თუ ექიმი ვერ გამოვა, ან გამოვალ სტომატოლოგი, ან გამოვალ მსახიობი. ჩემი საყვარელი მულტფილმია კოკო. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი დაიკო, ჩემი ძამიკო, დედა და მამა. კიდევ მინდა მყავდეს დაცმა ტყუპები. ჩემი და არის 13 წლის და ქვია მია. ის სწავლობს ძალიან კარგად, უყვარს მუსიკების მოსმენა და უყვარს ჩემთან ერთად ფილმების ყურება. ჩემი აზრით მე რომ გაიზრდება, გამოვა სტომატოლოგი. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია გიორგი. ის არის ზოგჯერ ცელქი, სწავლობს კარგად და არის ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ჩემთან ერთად თამაში აკებს და მე ვუგებ. ყველაზე ხშირად მე და ჩემი ძმა ვთამაშობთ Roblox. ისაც ჩემი საყვარელი თამაშია ტოკა-მოკა. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს მგელობანა გაშეშობანა. ჩემი ნება რომ იყოს აუკრძალავდი წეროებს, იმიტომ რომ სულ ვაგებ. მამიკო არის საყვარელი, სიმპათიური და მზრუნველი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ სულ ერთმანეთს თბილად ექცევიან. დედიკო არის ლამაზი, ისიც მზრუნველია და ძალიან მიყვარს. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელს სოფლიოში. სახლში მაქვს ჩემი ბავშვობის თოჯინები და ზოგჯერ ახალს ვთამაშობ. ჩემს საყვარელი თოჯინას ქვია დათა. სხვათა შორის ძალიან ჭკვიანია და დამჯერი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 2 წელი დავდიოდი ცეკვაზე. ცეკვაში ყველაზე რთული მგონია ახალი ილეთის სწავლა. დანარჩენი ყველაფერი ადვილია თუ მასწავლებელი კარგია. მე მაქვს ცეკვის ნიჭი და მინდა ვიცეკვო დიდ სცენაზე. სიმღერაც რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს. სახლში მაქვს მიკროფონი და იშვიათად ვაწყობ კონცერტებს. ამ კონცერტებს ესწრება მთელი ჩემი ოჯახი, მაგრამ მამა ხშირად ვერა, იმიტომ რომ სამსახურშია. ჯადოსნური ოჯახი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ ექნება, ვიყიდი სახლს, მანქანას და ცხენს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ანტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლო, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 22 საუკუნეში ჩინეთში. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი?
მაგალითად, ჩემი ოცნებისა ჩქარია iPad-ი. ყოველებიდან მე ვგავარ იას, იმიტომ რომ ჩემსავით ნაზია და ლამაზი. ბედნიერება არის სიხარული, ოჯახთან ერთად სეირნობა, კიდევ პუდელი, კიდევ ალბათ მილიონერობა და კიდევ ალბათ ის რომ ყველაზე ჭკვიანი ვიყო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.